გამარჯობა უყურებთ ახალ ამბებს 13 საათზე მე ლევან წუწუნავა ვარ. გორში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში რიგით მე-6-ე შეხვედრა გაიმართა. შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრებთან დისკუსიის რეჟიმში საკუთარი იდეები და საჭიროებები გაეჟღერებინათ და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ემსჯელათ. კონფერენციების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრა წარმოადგენს. შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონს მოიცავს. რეგიონული დისკუსიების შედეგად გამოკვეთილი ძირითადი საკითხები კი თბილისში დასკვნით შეხვედრაზე შეჯამდება. საკმაოდ აქტიურები იყვნენ, საკითხები შეეხო დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს, ასევე საკითხები შეეხო სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გაჩენილ პოლარიზაციას, ვისაუბრეთ საკმაოდ ღიად და მე ვფიქრობ, მათი ჩართულობა სამომავლოდ იქნება უმნიშვნელოვანესი ამ ყველაფერში. ჩვენ თუ გვინდა რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ახსოვთ სამწუხაროდ რა პერიოდი გამოიარა ჩვენ ქვეყანამ და რა პერიოდი გამოიარა ბოლო პერიოდში საქართველოს, ასევე საკითხი შეეხო ბოლო პერიოდში კანონებთან დაკავშირებით არსებულ კანონთან დაკავშირებით იყო კითხვები და მე ვფიქრობ საკმაოდ დაუმწურავი პასუხები მიიღეს და მადლობა ისევ და ისევ შიდა ქართლის ესეთი ჩართულობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებს შეეხენ ჩვენი ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ყავს ძალიან განათლებული, ძალიან დიდი გულის მქონე პატრიოტები და იყო საუბრები დასაქმებაზე, იყო საუბრები განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს იზამს და გააკეთებს იმისთვის რომ ჩვენი ახალგაზრდების მომავალი იყოს ძალიან წარმატებული. თავარი мотиваცია გახავთ ის რომ ეს ჩვენი თანამშრომლობა იყოს განგრძობათი ხასიათის, რაც გულისხმობს იმას რომ შემდგომში ისევ ჩამოვიდეთ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გავცვალოთ ის შედეგები, რასაც მათ შორის მივაღწევთ და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რასაც რის გადაჭრაშიც ახალგაზრდებს დავეხმარებით, მათ შორის იმ რეგიონებში რომლებშიც უკვე ვიყავით, გაჟღერდა ძალიან ბევრი ისეთი გამოწვევა, მათ შორის იყო ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ახალგაზრდული სივრცეების საჭიროების მიმართულებით გამოწვევები და უკვე დაწყებულია ამ გამოწვევებზე მუშაობა. მათ შორის უკვე გვაქვს წინსვლა, გეგმავთ სხვადასხვა პროექტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან სასიხარულოა ფაქტი, რომ ახალგაზრდები დაუფარავად ძალიან გულწრფელად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რაც მათ რეგიონშია, იქნება ეს განათლების, დასაქმების, თვით რეალიზების მიმართულებით და ჩვენ გვაინტერესებს რა კუთხის ჭირდება ჩვენი ჩართულობა, ჩვენი თანადგომა. დღეს გამოიკვეთა, რომ შიდა ქართლში არსებობს ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ჭირდება ჩვენი თანადგომა და ჩვენ ვაცხადებთ სრულ მზაობას მათი თანადგომისთვის. მივესალმები მსგავს სახის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდებს შორის დიალოგს შეუწყობს პირველ რიგში ხელს, იმიტომ რომ დიალოგი აბსოლუტურად ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის ვფიქრობ პრიორიტეტული რამეა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას და მსგავს სახის ინიციატივას კიდევ ერთხელ გამეორდები, ვფიქრობ დადებით შედეგის მოტანი იქნება, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა აზრის მქონე ახალგაზრდა დღეს ჩვენს ირგვლივ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე-ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა, წერს ანდრია ჯაღმაიცი. პირველად აღნიშნავთ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარეშე. პირველად შედგება ეს დღე ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის პატრიარქობაში. 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა. ხვალ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭუნთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. პარალელურად დილის 11 საათზე კავშირეთის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა.
ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ფეხით მსვლელობა ქაშვეთის სამების ტაძრის მიმართულებით დილის 11 საათზე დაიწყება და მოძრაობა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11 საათზე დაიწყება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით. 8 საათიდან 14 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია-ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ რუსთაველის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან. თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლესეა უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე. ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ იალბუზის, ბოჭორმის ქუჩებზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით. საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად აღდგება. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო ფიტჩის მიხედვით BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს. როგორც ფიტჩის მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში $6 მილიარდ 500 მილიონ მიაღწია. სააგენტოს განმარტებით ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტა შეესყიდა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება. ფიტჩის პროგნოზით ეტაპობრივად შემცირდება ინფლაციაც და დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვავს საქართველოს მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შესაძარის ქვეყნებთან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეფასებაში ხაზგასმულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ძლიერი ტენდენციები და ზოგადად ანგარიში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის გააუმჯობესა. კერძოდ 2026 წელს სარეიტინგო
სარეგიონო კომპანია 6.5%-იანი ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 1.2%-იანი პუნქტით არის გაუმჯობესებული. აქვე აღსანიშნავია, რომ სარეგიონო კომპანია ხაზს უსვამს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განახევრებას და საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენი მოლოდინია, რომ ის ტენდენციები, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის კუთხით გაგრძელდება როგორც 2026, ასევე მომდევნო წლებში. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნას, მეორეს მხრივ უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირებას. ანგარიში ხაზგასმულია ის ფაქტორები, რაც აღნიშნულ რეიტინგს და სტაბილურ პერსპექტივას განაპირობებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, როგორც ბოლო წლების, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში. ხაზგასმულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღე, მათ შორის ფისკალური დეფიციტის და ვალის მაჩვენებლების დაბალი ნიშნული და კლებადი ტენდენცია მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში. ხაზგასმულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მონეტარული პოლიტიკის სიჯანსაღე და ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის როლი. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია. სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელ პირებს ასევე თანამშრომლებს გაესაუბრა და დანაყოფის აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრმა მათ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გამართულ საჩვენებელ ტაქტიკურ წვრთნებსაც დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა ნაგებობის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ანადირო თოფი პისტოლეტი მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზა ნივთმტკიცება დამოიღო. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას 662 პრეგა ბალინი ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურა დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დაზარალებულს ეტაპობრივად გამოართვა 83,000 ლარი, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ მათთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია მშობლების მაქსიმალური ჩართულობა, რაც პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. Ხონდა შესაძლებლობა დეტალურად გაგვეცნო ყველა ის რეფორმა, რომელიც განათლების სამინისტროში მიმდინარეობს, უმაღლესი და ზოგადი განათლების მიმართულებით. ყველა ის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და ის პირველი ეტაპი, რომელიც უკვე გადალახული არის და ამასთან ერთად ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა მიზნებს ემსახურება, როგორი მიიღება გადაწყვეტილებები, რაოდენ მნიშვნელოვანი არის საზოგადოების როლი ამ პროცესებში, მათი მხარდაჭერა, ჩართულობა და მონაწილეობა, რამე თუ საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ეს რეფორმები სრულყოფილი ვერ იქნება. ჩემთვის როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლისთვის მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელსაც დღეს განათლების სამინისტრო ახორციელებს. ხმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმის განხორციელების შემდგომ მოსწავლეების განათლების ხარისხიც გაუმჯობესდება და მათი მომავალი იქნება უფრო უკეთესი.
იუსტიციის სახლსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის საფუძველზე მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების მიღებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობის მთავარი მიზანი სტუდენტებისა და მსმენელებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერაა. ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ. ჩვენ აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2017 წლიდან თანამშრომლობთ და ისინი აქტიურად იყენებენ იუსტიციის სახლების სივრცეებს ტრენინგების და საორგანიზებლად. აღნიშნული მემორანდუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა და იგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, რაც რა თქმა უნდა ორიენტირებული იქნება მომავალი საჯარო მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შესაძლებლობა ექნება იუსტიციის სახლის სივრცეები გამოიყენოს შესაბამის საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. დარწმუნებულია, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენ ორგანოებს შორის საქმიანობას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას თავმჯდომარეობით სახელმწიფოში და ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათა შორისი საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი 2027-2028 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებებისა და გამოწვევების განხილვა იყო. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებების ეფექტიანობის და ეფექტურობის საზომებზე გადაყვანას, რაც უნდა მოხერხდეს რისკის მართვის სისტემების გაძლიერებით, მათ შორის აქცენტირებულად კორუფციული რისკების მართვით. ასევე ეს რეფორმა გულისხმობს შიდა აუდიტის სამსახურების გაძლიერებას, რომლებმაც უნდა შეაფასონ შიდა კონტროლის სისტემები და გასცენ რეკომენდაციები. დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლებათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით სახლების შეწყობის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. პარალელურად დევნილი ოჯახებისთვის აქტიურად გრძელდება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები. კომისიაზე გამოდის ბევრი განცხადება, დეტალურად მიმდინარეობს ამ განცხადებების განხილვა. ვცდილობთ, რომ შედეგი იყოს მაღალი, 1000-ობით სახლი არის გადაცემული უკვე და დარწმუნებულია, რომ მომავალში უფრო ნაყოფიერი იქნება და სწრაფი ტემპით განვითარდება ეს პროგრამა. ორიგი ეტაპი დასრულდა სოფლად სახლის კომისიების, რომლის ფარგლებშიც 500-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება. ამ ოჯახებს მიეცემათ 6 თვიანი ვადა, რათა მოიძიონ და წარმოადგინონ სააგენტოში მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ჩვენ უმოკლეს ვადაში შევუსყიდით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკეთში 360 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. სასწავლო დაწესებულება სრულად აღიჭრვა თანამედროვე საკლასო სივრცეებით, ასევე შიდა და გარე სპორტული მოედნებით. შენობა უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობების ხარისხიანი განათლების მიღების თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აწევს. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ინფრასტრუქტურა, გარე სპორტული მოედანი და ფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს ბავშვები დაიწყებენ სწავლას ახალ გარემოში. ღვანკეთის საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სექტემბრიდან შევდივართ განახლებულ სკოლაში, რაც ძალიან გვიხარია პედაგოგებს, მოსწავლეებს და ზოგადად სოფელს. რუსთავში ლერმონტოვის 5 ნომერში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ავარიული ნაწილის დემონტაჟის შემდეგ ახალი კონსტრუქცია უკვე მოეწყო. გათვალისწინებულია ფასადის სრული ენერგოეფექტური განახლება, ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობა. კორპუსი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო სპეციალისტების დასკვნით, რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა მოსახლეობასთან, მოგვიწია მათი 100%-ის გაყვანა შენობიდან იქამდე, ვიდრე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდება. შენობა იყო დაზიანებული, ავარიულ მდგომარეობაში იყო მოშენების ნაწილი, რამაც ასევე დააზიანა შენობის ძირითადი ნაწილი. ამ ეტაპზე სამუშაოები დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 3 თვის განმავლობაში სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული.
კანის 79 საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის კინოსფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას და კინომეწარმეობის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. Elsați ისევე როგორც ყოველწლიურად საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილია კანის 79 კინოფესტივალზე საკუთარი პავილიონით. ხელი მოეწერა სომხეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმს. ეს საშუალებას მოგცემს პროდიუსერებს შორის მოხდეს და განხორციელდეს ერთობლივი ფილმის წარმოება, ასევე საშუალება გვექნება, რომ ვითანამშრომლოთ ფესტივალებთან დაკავშირებით, გავცვალოთ საგანმანათლებლო პროექტები. მოხარული ვარ, რომ დღეს მემორანდუმს ხელი მოეწერა. ეს საქართველოსა და სომხეთს შორის კინოსფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და კარგ შესაძლებლობას ქმნის პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის, რათა ერთად იმუშაონ და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები დაამყარონ. ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე პლატფორმა მადამ სომელიეს ორგანიზებით ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ორგანიზებამ დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა. ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ქართული მევენახეობა მეღვინეობის სამეცნიერო და კულტურულ მემკვიდრეობას, ქართული ვაზის გენეტიკური რესურსებისა და ქვევრის ტრადიციულ ტექნოლოგიებს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი და აღდგენილი ქართული ვაზის ჭიშებისგან დაყენებული ღვინოების პროფესიული დეგუსტაცია. ღვინის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც თავის თავში აერთიანებს უამრავ სტუმარს, მარკეტოლოგს და სოციმედიის წარმომადგენელს, თავის შინაარსით არის უნიკალური. თითეული აქცენტი საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ქართულ რეალობაში და განსაკუთრებით საინტერესო არის ის ფაქტი, რომ უამრავი უცხოელი სტუმარი თავისი დიდი აუდიტორიით გააცნობს მსოფლიოს ქართულ ღვინოს. ფორუმი, როგორც სამეცნიერო მიმართულებით, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობით მეტად მნიშვნელოვანი აქ წარმოდგენილი მოხსენებები კიდევ ერთხელ შეახსენებს არა მარტო ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოს, თუცა დაიბადა ვაზი. ღვინის სამშობლო ყოველწლიურად გახდება ღვინის ბიზნესში მომუშავე ადამიანების შეკრების ადგილი, სადაც იქნება გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება. ყველა მოლოდინი, რაც საქართველოში ჩამოსვლამდე მქონდა, ამ რამდენიმე დღეში სრულად გამართლდა. შევხვდით საოცარ ადამიანებს და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღვინო მხოლოდ ბიზნესს არ უკავშირდება. ის ადამიანებს, ემოციებს და კულტურას აერთიანებს. ჩვენ შევხვდით ძალიან გულწრფელ და საინტერესო ადამიანებს. დავაგემოვნეთ გამორჩეული ღვინოები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები და კავშირებია, რომლებიც ასეთ გარემოში იქმნება. ეს მართლაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ასეთი იყო ახალი ამბები, ერთმანეთს 16 საათზე შევხვდებით დროებით.